ფაქტობრივად ერთ-ერთი გამოძიებელი რეალურ დროში ვამხილეთ სასამართლოს წინაშე იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ თითქოს და კონფიდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია საერთოდ არ იყრდნობოდა, ესე ვთქვათ, არანაირ თანმიმდევრულ ლოგიკას. იმდენად რამდენადაც მაშინ, როცა ეს ადამიანი ამბობს, რომ ანონიმმა მიაწოდა ინფორმაცია, უკვე მიღებული იყო ოფიციალურ წერილობით დასტური, რომ კომუნიკაციების დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში ინახავდა ცალკეულ ვიდეო მასალას და მონაცემებს. ეს არ არის უბრალოდ ტექნიკური ხარვეზე, ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ არასოდეს ამ საქმეებზე გამოძიება არ ჩატარებულა, იმიტომ რომ არც არაფერი ყოფილა გამოსაძიებელი, არსებობდა უბრალოდ ნება კონკრეტული ადამიანების დაკავების და ესე ვთქვათ, წელზე ფეხსით გამდნენ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ვითარებაში სხვადასხვა გამოძიებლები იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მასალა შეითითხნათ და გაებევრებიათ საქმის მასალები. ხა თუ ჩვენ ვიტყვით რა შეიძლება იყოს სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი, იმ წარმოდგენილი 13 ტომიდან არ აღმოჩნდება ერთი ტომიც კი, რომელიც შეიძლება რაიმე შესაძლო დანაშაულზე მიმართდეს. მოგწმენ ფაქტია თქვა, რომ იცის რას ნიშნავს სისწორე, გულისხმობ იმას, რომ ადასტურებს ხელმოწერას. როცა ხელს აწერს ოქრის, მის სიზუსტეს ადასტურებს, მაგრამ თქვა, რომ მას გადმოწერილი ვიდეოები არ უნახავს. ფაქტობრივად არის საათობით ვიდეო, რომელიც საქმისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი ყოფილიყო, სადაც შეიძლება გამოკვეთილი ყოფილიყო მათ შორის პოლიციელების მხრიდან თავდასხმა მშვიდობიან მოქალაქეებზე, რომელიც არ წარმოადგენეს და ზეპირსიტყვიერად საუბრობდა გამომძიებელი, რომ ჩვენ უყურეთო. ჩვენ ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ საერთოდ არ გვაინტერესებს რას უყურეს. ჩვენთვის თავარი არის მტკიცებულება რა არის წარმოქმნილი, ეს ერთი. მეორე თავად თქვა, რომ რაღაც აქციებზე რაღაცებს ავალებდნენ რა, ვიღაცების გამოკვეთას. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ წინასწარ აქციებზე იყვნენ განსაზღვრული მოქალაქეები, ან არამოქალაქეები და საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც გაშვებული იყვნენ აქციებზე და შესაძლოა მათ შორის პროვოკაციასაც კი გეგმავდნენ. ამიტომ ამაზე ხა ჩვენ არაერთი დასკვნა გვაქვს მოსმენილი, მათ შორის ესპანეთის მიმართაც და რამდენიმე ევროპული ქვეყნის მიმართ, რომ ასეთი აგენტ პროვოკატორების მხრიდან განხორციელებული ქმედებები არ უნდა გახდეს ტოტალური ძალადობისა და დაშლის საფუძველი. რომ აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვა იყო, რაც დასვა ანდრომ მედიაში გააჟღერა ეს კითხვა, თორემ ადვოკატებსაც ჰქონდა და თავად ბრალდებულების კოლექტიური კითხვა იყო ეს, რომ დასვა მდგომარეობაში ხوار იმყოფებოდა ეს პიროვნება, იმიტომ რომ აშკარად საუბარზე ეთყობოდა, რომ შესაძლებელი იყო, რომ მას ალკოჰოლი ქონდა მიღებული. ამაზე განაცხადა მოწმე არ უპასუხებდა, რაც ცალსაღად არ შეიძლება კითხავდესაც ისმის და დაისმება, ასეთ შემთხვევაში თუ განვიდებული არ არის ეს კითხვა, უნდა უპასუხო. ამან გამოიწვია, რა თქმა უნდა, სამართლიანი კომენტარი თუნდაც ტერიშვილის მხრიდან და მოსამართლის ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც ამ მომენტში მიიღო, არ მიუთითა მან მოწმეს, რომ გაეცა პასუხი, არ მისცა გაფრთხილება მოწმეს, არამედ გააძევა ტერიშვილი, რაც რა თქმა უნდა არ ღვევს ამ ადამიანის უფლებებს. სავარაუდოდ ისევე როგორც კიკნაძე ეს ადამიანი ალბათ ბოლომდე ვერ დაბრუნდა.